ერთმა ხანდაზმულმა ქალმა გააფრთხილა მილიონერი, არ ემგზავრა თავის ცოლთან ერთად და მეორე დილით მათი სახლის წინ მდიდრული მანქანა გამოჩნდა. ზაფხულის მზე თბილისის ძველი უბნის ვიწრო ქუჩებს ატბობდა, როდესაც თამარ ბერიძე ბებიის სახლისკენ მიემართებოდა. 25 წლის თამარი ახლახან დაბრუნდა საფრანგეთიდან, სადაც კულინარიის ხელოვნებას სწავლობდა. ოცნებობდა საკუთარი რესტორნის გახსნაზე, მაგრამ ახლა, როდესაც ბებია ელენე ავად იყო, მისი პრიორიტეტები შეიცვალა. თამარ, შენ დაბრუნდი, გაისმა ხმა პატარა ეზოდან. მეზობელი ქალბატონი ნანა გამოვიდა თავისი სახლიდან, სახეზე ღიმილით. ელენე სულ შენზე ლაპარაკობს. რა კარგია რომ ჩამოხვედი. თამარმა თბილად გაუღიმა ქალს. ვერ დავტოვებდი ბებოს მარტო, განსაკუთრებით ახლა. ელენე ბერიძე სოფელ მთისუბანის ლეგენდა იყო. მისი ტრადიციული ტკბილეული და სუნელებიანი საწებლები ცნობილი იყო მთელ რეგიონში. თამარი ბავშვობიდან აკვირდებოდა, როგორ ამზადებდა ბებია საოცარ კერძებს, თუმცა მისი რეცეპტების სრული საიდუმლო არავინ იცოდა. თამარმა ძველი ხის კარი შეაღო და სახლში შევიდა. ჰაერში ტკბილის სუნამო და სუნელების არომატი ტრიალებდა. ბებო დაიძახა, მან ჩანთა იატაკზე დადო და სამზარეულოსკენ გაემართა. ელენე სამზარეულოს მაგიდასთან იჯდა, ხელები ცომში ჰქონდა ჩაფლული. მიუხედავად ავადმყოფობისა, მაინც არ ისვენებდა. თამარ, ჩემო გოგო, წამოიძახა ელენემ. მისი ნაოჭებიანი სახე გაბრწყინდა. მოდი დამეხმარე. დღეს განსაკუთრებული ტკბილეული მზადდება. თამარმა ხელები დაიბანა და ბებიის გვერდით დაჯდა. ბებო, ექიმმა არ გითხრა, რომ უნდა დაისვენო. რა იციან ექიმებმა, გაიცინა ელენემ. ეს რეცეპტები ჩემი სიცოცხლეა, თამარ. და ახლა, როდესაც დაბრუნდი, დროა ყველაფერი გასწავლო. თამარმა შეამჩნია, რომ ბებია უფრო გამხდარი და ფერმკრთალი იყო, ვიდრე ახსოვდა. მაგრამ მის თვალებში ისევ ენთო ის ცეცხლი და სიცოცხლე, რაც მას ყოველთვის გამოარჩევდა. მე ჩავწერე ყველა რეცეპტი იმ წიგნში, განაგრძო ელენემ და თავით მიუთითა კარადისკენ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი განსაკუთრებული საწებელი და ტკბილეული ჯერ არ ჩამიწერია. ეს საიდუმლოებები თაობიდან თაობას გადაეცემა პირდაპირ. თამარმა არ იცოდა, რატომ ინახავდა ბებია ამ რეცეპტებს ასეთ საიდუმლოდ, მაგრამ პატივს სცემდა მის გადაწყვეტილებას. ფრანგულ კულინარიულ სკოლაში სწავლისას ის ხშირად ფიქრობდა ბებიის რეცეპტებზე და იმაზე, როგორ შეერწყა ტრადიციული ქართული გემოები თანამედროვე კულინარიულ ტექნიკებთან. ელენემ მის ხელებზე დააკვირდა. შენი ხელები ნამდვილი მზარეულის ხელებია, თამარ. შენ გაქვს ნიჭი. ფრანგებმა ეს შეამჩნიეს. თამარმა გაიღიმა. ჩემი მასწავლებლები ამბობდნენ, რომ მაქვს რაღაც განსაკუთრებული მიდგომა გემოებისადმი. ეს შენგან მაქვს, ბებო. კარგი, თქვა ელენემ და ცომის ზელა განაგრძო. დღეს დაგასწავლით ჩემი ცნობილი თაფლის და კაკლის ნამცხვრის მომზადებას. ეს ის რეცეპტია, რომელიც შენი დიდი ბაბუის დედისგან გადმომეცა. საათების განმავლობაში ელენე ასწავლიდა თამარს, როგორ შეერჩია სწორი ინგრედიენტები, როგორ აეზილა ცომი ზუსტი მოძრაობებით, როგორ დაემატებინა სუნელები და თაფლი განსაკუთრებული თანმიმდევრობით. თამარი გულმოდგინედ იმეორებდა ყველა ნაბიჯს და ინიშნავდა დეტალებს თავის გონებაში. ახლა კი, თქვა ელენემ, როდესაც ნამცხვარი ღუმელში შედგეს, უნდა გაჩვენო რაღაც განსაკუთრებული. მან თამარს ანიშნა, გაჰყოლოდა სარდაფში. ელენემ ძველი გასაღები ამოიღო კაბის ჯიბიდან და მცირე, თითქმის შეუმჩნეველი კარი გააღო, რომელიც სარდაფის უკანა კედელში იყო ჩაშენებული. ბებო, ეს კარი არასდროს შემიმჩნევია, გაოცდა თამარი. ბევრი რამ არის ამ სახლში, რაც ჯერ არ აღმოგიჩენია, ჩაიცინა ელენემ. პატარა ოთახში, რომელიც კარს მიღმა აღმოაჩინეს, თაროები სავსე იყო უცნაური ფორმის ქილებით, ძველი წიგნებით და გამხმარი ბალახებით. ცენტრში იდგა პატარა მაგიდა, რომელზეც ტყავის ყდაში ჩასმული დიდი წიგნი იდო. ეს, თქვა ელენემ და წიგნი ფრთხილად აიღო, არის ჩვენი ოჯახის საგანძური. აქ ჩაწერილია რეცეპტები, რომლებიც საუკუნეებიდან მოდის. ზოგიერთი მათგანი უბრალოდ გემრიელი კერძებია, მაგრამ სხვები განსაკუთრებულია. თამარმა წიგნს შეხედა, თვალებ გაფართოებული. განსაკუთრებული. როგორ? ელენემ ღრმად ამოისუნთქა. ზოგიერთი რეცეპტი მხოლოდ გემრიელი არ არის. ისინი კურნავენ, ამშვიდებენ, ძალას მატებენ. ჩვენი წინაპრები ბალახებისა და სანელებლების ცოდნას ფლობდნენ, რაც დღეს თითქმის დაკარგულია. თამარმა იცოდა, რომ ბებიას ხშირად მოჰქონდა საკვები ავადმყოფებისთვის სოფელში და რომ მისი კერძების შემდეგ ბევრი უკეთესად გრძნობდა თავს.
მაგრამ არასოდეს უფიქრია, რომ ამას რაიმე განსაკუთრებული საფუძველი ჰქონდა. ამ ცოდნას ვერ დაუკარგავთ, თამარ, განაგრძო ელენემ სერიოზული ტონით. ჩვენი სოფელი, ჩვენი ტრადიციები თანდათან ქრება. ახალგაზრდები მიდიან ქალაქში, უცხოეთში. ვინ გააგრძელებს ამ ტრადიციას? თამარმა ბებიის ხელები დაიჭირა. მე გავაგრძელებ, ბებო. გპირდები. ელენეს თვალები აუწყლიანდა. ვიცი, ჩემო გოგო. შენ ყოველთვის განსაკუთრებული იყავი. სწორედ ამიტომ უნდა მოგიყვე ერთი ამბავი, ვიდრე ჯერ კიდევ მაქვს დრო. მან წიგნი გადაშალა და გვერდებში ჩადებული ფოტო ამოიღო. ფოტოზე ორი ქალი იყო, ერთი ახალგაზრდა ელენე, მეორე კი უცნობი ქალი, გასაოცარი სილამაზის. ეს არის ნინო, თქვა ელენემ. შენი ბებია. თამარი გაოგნებული იყო. ჩემი ბებია. მაგრამ შენ ხარ ჩემი ბებია. ელენემ თავი გააქნია. მე შენი დიდი ბებია ვარ, თამარ. ნინო იყო ჩემი ქალიშვილი, შენი დედის დედა. ის წავიდა თბილისში ახალგაზრდობაში, სადაც გაიცნო შენი პაპა გიორგი. ნინომ გადაწყვიტა არ გაეზიარებინა ჩვენი ოჯახის ტრადიციები. უნდოდა თანამედროვე ცხოვრება. თამარის გონება დაიბნა. მას არასოდეს სმენია ნინოს შესახებ. მისი მშობლები გარდაიცვალნენ, როდესაც ის პატარა იყო და ელენემ გაზარდა. რატომ არასდროს მომიყევი ამის შესახებ? იკითხა თამარმა. ელენეს სახე დანაღულიანდა. ტკივილი იყო ძალიან დიდი. ნინო და მე ვერ ვთანხმდებოდით. მან უარყო ჩვენი ტრადიციები, მე კი ვერ გავუგე. როდესაც შენი მშობლები წავიდნენ, ნინომაც ვერ გაუძლო ამ დანაკარგს. თანამედროვე მედიცინამ ვერ უშველა მას. მაშინ მივხვდი, რომ ჩვენი წინაპრების ცოდნა დაიკარგებოდა, თუ შენ არ გადაგცემდი. თამარი ცდილობდა გაიაზრებინა ეს ახალი ინფორმაცია. მისი ოჯახის ისტორია უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა. ამ წიგნში განაგრძო ელენემ და ტყავისყდიან წიგნზე მიუთითა, არის ერთი განსაკუთრებული რეცეპტი. თამარ, ეს რეცეპტი ოჯახური მემკვიდრეობაა, რომელიც საუკუნეებს ითვლის. მას უწოდებენ მთის ნექტარს. ამბობენ, რომ მას შეუძლია არა მხოლოდ სხეულის, არამედ სულის განკურნებაც. თამარმა წიგნი გადაშალა და თითები ფრთხილად გადაატარა ძველ, გაყვითლებულ ფურცლებზე. ქართული ასომთავრულით ნაწერი რეცეპტები, ბალახების ჩანახატები და დეტალური ინსტრუქციები ჩანდა გვერდებზე. ბებო, ეს საოცარია, ჩაიჩურჩულა მან. უცებ ელენე აკანკალდა და კინაღამ წაიქცა. თამარმა სწრაფად დაიჭირა მისი მხრები. ბებო, კარგად ხარ? კითხა შეშფოთებულმა. ელენემ თავი დაუქნია, მაგრამ სახე გაუფითრდა. თამარ, დრო ცოტა მაქვს. უნდა ისწავლო ეს რეცეპტები, განსაკუთრებით მთის ნექტარი. ის დაკარგული იყო წლების განმავლობაში, მაგრამ მე კვლავ აღმოვაჩინე. იგი შეიძლება იყოს ჩვენი სოფლის, ჩვენი ტრადიციების გადარჩენის გასაღები. თამარი მიხვდა, რამხელა პასუხისმგებლობა ედო მხრებზე. გპირდები, ბებო. ვისწავლი ყველაფერს და გავაგრძელებ შენს საქმეს. ელენემ გაუღიმა და წიგნი გადასცა. ვიცი, რომ ასე იქნება. ახლა კი, მოდი, ჩვენი ნამცხვარი ვნახოთ. ალბათ უკვე მზადაა. როდესაც ისინი სარდაფიდან ამოვიდნენ, თამარმა იგრძნო, რომ მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. მას ახლა ჰქონდა მიზანი, მემკვიდრეობა, რომელიც უნდა გაეგრძელებინა. და იმ მომენტში, როდესაც ბებიის თაფლისა და კაკლის ნამცხვრის არომატი სახლს მოედო, თამარმა გადაწყვიტა, რომ შეასრულებდა დანაპირებს, არა მხოლოდ ბებიისთვის, არამედ მთელი ოჯახისა და სოფლისთვის. ელენე სამზარეულოში დაბრუნდა და ღუმელიდან სურნელოვანი ნამცხვარი ამოიღო. ეს მხოლოდ დასაწყისია, თამარ. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს ერთად გასაკეთებელი. თამარმა ღრმად ჩაისუნთქა და თავი დაუქნია. დიახ, ბებო. მე მზად ვარ. მომდევნო დღეებში თამარი ბებიასთან ერთად უამრავ დროს ატარებდა სამზარეულოში. ელენე, მიუხედავად მისი სუსტი ჯანმრთელობისა, თავის შთამომავალს ყველა საიდუმლოს უზიარებდა, რომელიც თაობების განმავლობაში გროვდებოდა. ტრადიციული კერძების მომზადება არ არის მხოლოდ ინგრედიენტების შერევა, უხსნიდა ელენე, როდესაც ტყემლის საწებელს ამზადებდნენ. ეს არის შენი სულის ჩადება საკვებში. შენი ფიქრები, შენი განზრახვები, ყველაფერი გავლენას ახდენს საბოლოო გემოზე. თამარი ყურადღებით უსმენდა, ცდილობდა დაემახსოვრებინა ყოველი დეტალი. მისი წინაპრების ცოდნა ფასდაუდებელი იყო და ახლა ეს ცოდნა მას გადაეცემოდა.
ერთ საღამოს, როდესაც სოფლის მოედანზე ტრადიციული დღესასწაული იმართებოდა, ელენემ თამარს განსაკუთრებული დავალება მისცა. დღეს შენ მოამზადებ მთის ნექტარს, თქვა მან და თამარს საიდუმლო წიგნის გვერდი გადაშალა. ეს არის პირველი ნაბიჯი შენი მოგზაურობის. თამარმა გვერდს დახედა, სადაც რთული რეცეპტი იყო აღწერილი. მასში შედიოდა იშვიათი ალპური ბალახები, განსაკუთრებული თაფლი და წყარო, რომელიც მთის წვერზე მდებარეობდა. ბებო, ეს ინგრედიენტები. ზოგიერთი მათგანი ძალიან იშვიათია, თქვა თამარმა შეშფოთებულმა. ელენემ თავი დაუქნია. ჰო, მაგრამ მე ყველაფერი მომზადებული მაქვს. ინგრედიენტები სარდაფში საიდუმლო ოთახშია. მაგრამ წყარო. წყაროსთან შენ თვითონ უნდა წახვიდე. თამარმა შეიკავა სუნთქვა. ის ბავშვობიდან იცნობდა იმ წყაროს. თამთისუბნის თავზე რთულ ბილიქზე ასვლა სჭირდებოდა მის მისაღწევად. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ წყაროს წყალს განსაკუთრებული თვისებები ჰქონდა. წყაროსთან მიდი განთიადისას, განაგრძო ელენემ. და გახსოვდეს, წყალი უნდა აიღო მხოლოდ ვერცხლის ჭურჭლით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თამარმა თავი დაუქნია და მომზადება დაიწყო. როგორც კი პირველი სხივი გამოჩნდა ცაზე, ის უკვე გზაში იყო, ვერცხლის პატარა დოქით ხელში. მთისკენ მიმავალი ბილიკი დაკლაკნილი და რთული იყო, მაგრამ თამარის გადაწყვეტილება ურყევი რჩებოდა. მზე ჰორიზონტზე ამოდიოდა, როდესაც თამარი წყაროს მიაღწია. კრისტალური წყალი კლდიდან მოედინებოდა, ქვის აუზში იკრიბებოდა. ირგვლივ ალპური ყვავილები და იშვიათი ბალახები იზრდებოდა. ადგილს განსაკუთრებული, თითქმის მისტიკური ატმოსფერო ჰქონდა. თამარმა ბებიის მითითებები გაიხსენა და ვერცხლის დოქი ფრთხილად ჩაუშვა წყალში. როგორც კი წყალი დოქში ჩაედინა, მან იგრძნო უცნაური ვიბრაცია ხელებში, თითქოს წყალს საკუთარი პულსი ჰქონდა. დაბრუნებისას თამარმა გზად შეამჩნია რამდენიმე იშვიათი ყვავილი და ბალახი, რომლებიც რეცეპტში იყო მითითებული. მან ისინი ფრთხილად მოკრიფა, მადლობა გადაუხადა ბუნებას ამ საჩუქრისთვის. როდესაც სახლში დაბრუნდა, ელენე უკვე სამზარეულოში ელოდებოდა. ყველაფერი იპოვე? კითხა მან. თამარმა თავი დაუქნია და წყლიანი დოქი და მოკრეფილი ბალახები მაგიდაზე დადო. ბებო, წყაროსთან რაღაც უცნაური ვიგრძენი. დოქი? თითქოს ცოცხალი იყო. ელენემ გაიღიმა. ეს კარგი ნიშანია. ეს იმას ნიშნავს, რომ წყარო გცნობს. ჩვენი ოჯახი საუკუნეებია ამ წყაროს იცავს და პატივს სცემს. მთელი დღის განმავლობაში ისინი მთის ნექტარზე მუშაობდნენ. თამარი სწავლობდა, როგორ გაეწმინდა და გაეშრო ბალახები, როგორ შეერია თაფლი და წყარო, როგორ გამოეხადა ეთერზეთების სპეციალური მეთოდით. პროცესი რთული და შრომატევადი იყო, მაგრამ ყოველ ნაბიჯზე თამარი გრძნობდა რაღაც განსაკუთრებულს ხდებოდა. საღამოს, როდესაც მთვარე მაღლა იდგა, ელენემ განაცხადა, რომ მთის ნექტარი მზად იყო. სითხე ოქროსფერ ქარვისფერი იყო, მბზინავი და სურნელოვანი. ახლა, თქვა ელენემ, უნდა გავსინჯოთ. მან პატარა ფინჯანი შეავსო სითხით და თამარს გადასცა. პირველად შენ უნდა გასინჯო. ეს შენი პირველი ნამუშევარია. თამარმა ფინჯანი აიღო და ფრთხილად მოსვა. გემო გასაოცარი იყო, ტკბილი, მაგრამ არა მეტისმეტად კომპლექსური არომატებით, მთის ყვავილების და ბალახების ნოტებით. მაგრამ რაც უფრო გასაოცარი იყო ის, რაც მან იგრძნო. სითბო მთელ სხეულში გავრცელდა, გონება გაუნათდა და რაღაც სიმშვიდის და ძალის გრძნობამ მოიცვა. ბებო, ჩაიჩურჩულა მან ეს. არაჩვეულებრივია. ელენემ გაიღიმა და თვითონაც მოსვა. დიახ, ეს არის მთის ნექტარის ნამდვილი ძალა. ის არ არის უბრალოდ სასმელი. ის კურნავს სხეულს და სულს. ამიტომ იყო ასე მნიშვნელოვანი მისი შენარჩუნება, მიხვდა თამარი. დიახ, დაადასტურა ელენე. ეს რეცეპტი ჩვენი წინაპრებისგან მოდის, დროიდან, როდესაც ადამიანები უფრო ახლოს იყვნენ ბუნებასთან, როდესაც ესმოდათ მისი ენა, მთის ნექტარი შეიძლება დაეხმაროს ავადმყოფებს, გაამხნევოს დაღლილები და მოიტანოს სიცხადე გონებაში. თამარი ფიქრობდა ამ ახალ ცოდნაზე. მან ფრანგულ კულინარიულ სკოლაში ისწავლა საუკეთესო ტექნიკები, მაგრამ არასოდეს უნახავს რაიმე მსგავსი. ეს იყო კულინარია და მედიცინა, ხელოვნება და მეცნიერება, ტრადიცია და მაგია, ყველაფერი ერთად. მაგრამ ბებო, კითხა მან, რატომ არ იცის ამის შესახებ მეტმა ხალხმა? რატომ არ ვიყენებთ ამ ცოდნას უფრო ფართოდ? ელენემ ამოიოხრა. იყო დრო, როდესაც ეს ცოდნა ფართოდ იყო გავრცელებული. მაგრამ დროთა განმავლობაში ადამიანები ჩამოშორდნენ ბუნებას.
თანამედროვე მედიცინა და ტექნოლოგიები გაჩნდა. ბევრმა უარყო ძველი გზები, ჩათვალა ისინი ცრურწმენად და მოძველებულად. ჩვენი ოჯახი ერთ-ერთი იყო იმათგან, ვინც შეინარჩუნა ეს ტრადიცია. როგორც ნინომ არ გააგრძელა, თქვა თამარმა ჩუმად. ელენეს თვალები მოენისლა. ნინო! ის ძალიან ნიჭიერი იყო. შეეძლო გამხდარიყო საუკეთესო. მაგრამ ის მიიზიდა თანამედროვე ცხოვრებამ ქალაქმა. ვერ გავუგე მაშინ, ვერ მივიღე მისი არჩევანი. ეს იყო ჩემი შეცდომა. თამარმა ბებიის ხელი მოჰკიდა. მაგრამ ახლა მე ვარ აქ. და მე გავაგრძელებ ტრადიციას. ხო, ხარ, გაუღიმა ელენემ. და შენ უფრო მეც გააკეთებ, ვიდრე უბრალოდ გააგრძელებ. შენ განაახლებ ამ ტრადიციას, თამარ. შენი ცოდნა თანამედროვე კულინარიის შესახებ, შერწყმული ჩვენს ძველ ტრადიციებთან, შეიძლება იყოს ის, რაც სჭირდება ჩვენს სოფელს, ჩვენს ხალხს. თამარმა იგრძნო, როგორ გაუჩნდა ახალი იდეები. შეიძლება გავხსნა რესტორანი აქ, სოფელში, თქვა მან აღფრთოვანებით. არა ისეთი, როგორსაც ვგეგმავდი თბილისში, არამედ განსხვავებული. ადგილი, სადაც ადამიანები შეძლებენ გასინჯონ ნამდვილი, ტრადიციული კერძები, რომლებიც არა მხოლოდ გემრიელია, არამედ სასარგებლოც. ელენეს თვალები გაუბრწყინდა. ეს შესანიშნავი იდეაა, თამარ. ეს შეიძლება იყოს ის, რაც ჩვენ სოფელს სჭირდება. ბოლო წლებში ტურისტების რაოდენობა იკლებს, ახალგაზრდები ტოვებენ სოფელს. თუ შექმნი რაღაც განსაკუთრებულს, ეს შეიძლება ყველაფერი შეცვალოს. მაგრამ უცებ ელენემ ახველა, მისი სახე გაფითრდა. თამარმა სწრაფად მოაწოდა წყალი. ბებო, კარგად ხარ? კითხა შეშფოთებულმა. ელენემ თავი დაუქნია, მაგრამ თამარი ხედავდა, რომ მისი მდგომარეობა უარესდებოდა. მე კარგად ვარ, ჩემო გოგო. უბრალოდ დაღლილი ვარ. დრო გვაქვს ჯერ კიდევ, მაგრამ უნდა ვიჩქაროთ. ბევრი რამ მაქვს ჯერ კიდევ სასწავლებელი. თამარი მიხვდა, რომ ბებია მიცოდა, მისი დრო შეზღუდული იყო. ეს აზრი გულს უწვავდა, მაგრამ ცდილობდა ძლიერი ყოფილიყო ბებიისთვის. ხვალ გავაგრძელებთ, თქვა ელენემ, როდესაც ადგა. ახლა კი, დავისვენოთ. ხვალ დიდი დღეა, სოფლის დღესასწაული. და მე მინდა, რომ შენ მოამზადო საჭმელი ყველასთვის. თამარი შეცბა. ნე. მაგრამ ბებო, ყველა ელოდება შენს კერძებს. ელენემ თავი გააქნია. დროა, რომ ყველამ შენი ნიჭი დაინახოს. დროა, ცვლილებები დაიწყოს. იმ ღამით, თავის ოთახში დაბრუნებულმა თამარმა ფანჯარასთან დიდხანს იდგა და მთის სილუეტს უყურებდა მთვარის შუქზე. მის თავში აზრები და იდეები ირეოდა. ბებიისგან სწავლა, მთის ნექტარის მომზადება, ახალი აღმოჩენა საკუთარი ოჯახის შესახებ, ყველაფერი ეს ერთად რაღაც ახალს ბადებდა მასში. გრძნობდა, რომ მის ცხოვრებას ახალი მიმართულება ეძლეოდა. ახლა ის არა მხოლოდ კულინარი იყო, არამედ მცველი, ტრადიციების, ცოდნის, საიდუმლოების, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გადმოეცემოდა მის ოჯახში. და ეს პასუხისმგებლობა მას ძალას მატებდა. იმ ღამით თამარმა გადაწყვიტა, რომ მთელი თავისი ცოდნა და ნიჭი გამოიყენებდა არა მხოლოდ საკუთარი კარიერისთვის, არამედ თავისი სოფლის, თავისი ხალხის, თავისი ტრადიციების გადასარჩენად. მეორე დილით თამარი ადრე ადგა და დაიწყო მზადება სოფლის დღესასწაულისთვის. მან გადაწყვიტა, რომ მოამზადებდა როგორც ტრადიციულ კერძებს, ისე რამდენიმე ინოვაციურ ვარიაციას, რომლებშიც ფრანგული ტექნიკა და ქართული ტრადიციები იქნებოდა შერწყმული. ელენე სამზარეულოში შემოვიდა და აღფრთოვანებით შეხედა თამარის ნამუშევარს. ყველაფერი მშვენიერად გამოიყურება, თქვა მან. მაგრამ არის ერთი რამ, რაც უნდა გაგიზიარო, ვიდრე დღესასწაული დაიწყება. მან ჯიბიდან პატარა ვერცხლის გასაღები ამოიღო. ეს არის გასაღები ჩემი ძველი სამზარეულოს, რომელიც სოფლის მეორე მხარეს მდებარეობს. იქ არის ადგილი, სადაც შეგიძლია დაიწყო შენი რესტორანი. ეს იყო ჩვენი ოჯახის პირველი სამზარეულო, სადაც ჩემი ბებია ასწავლიდა სოფლის ქალებს კულინარიას. თამარმა ვერცხლის გასაღები აიღო, მისი თვალები ემოციით აივსო. ბებო, ეს? არ ვიცი, რა ვთქვა. ელენემ გაუღიმა. არაფერი არ თქვა. უბრალოდ გააგრძელე ჩვენი ტრადიცია შენი გზით. ახლა კი მოდი ვუჩვენოთ ამ სოფელს, რა შეუძლია ბერიძეების ოჯახს. და ასე თამარი და ელენე დღესასწაულისკენ გაემართნენ, მათი თასები და ქვაბები სავსე იყო საოცარი კერძებით, მათი გულები კი იმედითა და ახალი თავგადასავლების მოლოდინით. სოფლის დღესასწაული ჩვეულებისამებრ მთისუბნის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა.
მთელი სოფელი შეიკრიბა, რათა ერთად აღენიშნა ეს ტრადიციული დღე, რომელიც ღვთისუბნის დაარსებას უკავშირდებოდა. ფერადი ნაჭრები და გირლანდები ამშვენებდა მოედანს, მუსიკოსები ტრადიციულ საკრავებზე უკრავდნენ, ბავშვები კი სიხარულით დარბოდნენ ირგვლივ. თამარი და ელენე იყვნენ ერთ-ერთი პირველები, ვინც სუფრა გაშალა. თამარის კერძები მალევე მიიქცია ყველას ყურადღება, ტრადიციული ქართული კერძები ოდნავ ფრანგული ელფერით, რაც მათ განსაკუთრებულ ხიბლს სცემდა. ეს არის ჩემი შვილიშვილის ნამზადი, აცხადებდა ამაყად ელენე, როდესაც ხალხი ინტერესით ათვალიერებდა და აგემოვნებდა კერძებს. ის პარიზში სწავლობდა, ახლა კი ჩვენს ტრადიციებს აგრძელებს. თამარის ღვეზელები, ტკბილეული და საწებლები მალე სოფლის მსჯელობის საგანი გახდა. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა მისი მთის ნექტარით შეზავებული ტკბილი სასმელი, რომელსაც ადამიანები პატარა ფინჯნებით აგემოვნებდნენ. ეს გასაოცარია, აღფრთოვანებით თქვა ნინო ცხადაძემ, სოფლის სკოლის მასწავლებელმა. მსგავსი არაფერი მიგემია. რაღაც სიმშვიდეს მგვრის. ჩემი თავის ტკივილი გაქრა, გაკვირვებით წარმოთქვა მოხუცმა გიორგიმ, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ არავისთან უხსენებია. თამარი ღიმილით უსმენდა ამ კომენტარებს. ბებიას სწორი უთხრა, მთის ნექტარს მართლაც ჰქონდა განსაკუთრებული თვისებები. მაგრამ დღესასწაული უეცრად შეცვალა უცნობი კაცის გამოჩენამ, რომელიც შავი ლიმუზინით ჩამოვიდა სოფელში. მაღალი, ელეგანტურად ჩაცმული მამაკაცი მოედანზე გამოჩნდა და მისი დანახვისთანავე ბევრმა ჩურჩული დაიწყო. ეს ხომ ლადო ხვედელიძე არ არის? წაიჩურჩულა ვიღაცამ. ნამდვილად ისაა, ბიზნესმენი თბილისიდან, დაადასტურა მეორემ. თამარმა კითხვით შეხედა ბებიას. ელენეს სახე დაძაბული გახდა, თვალებში შიში ჩაუდგა. ვინ არის ეს კაცი, ბებო? კითხა თამარმა ჩუმად. ლადო ხვედელიძე, უპასუხა ელენემ დაბალი ხმით. ძალიან მდიდარი და გავლენიანი ბიზნესმენი. ის ცდილობს ღვთისუბნის მიწების შესყიდვას ბოლო წლების განმავლობაში. უნდა რომ აქ დიდი კურორტი ააშენოს. და ეს ცუდია? იკითხა თამარმა. ელენემ ამოიოხრა. მისი გეგმა მოითხოვს სოფლის ტრადიციული სახის შეცვლას. ბევრი ოჯახი დაკარგავს სახლს, ჩვენი ტრადიციული ცხოვრების წესი კი საფრთხის ქვეშ დადგება. ლადო ხვედელიძე ნელი, თავდაჯერებული ნაბიჯებით მიუახლოვდა სუფრას, სადაც თამარი და ელენე იდგნენ. მან თავაზიანად დაუკრა თავი ელენეს. ქალბატონო ელენე, რა სასიამოვნოა თქვენი ნახვა, თქვა მან თბილი ღიმილით, რომელიც თვალებამდე არ აღწევდა. და ეს უნდა იყოს თქვენი შვილიშვილი, თამარი, რომელიც პარიზიდან დაბრუნდა, როგორც ვიცი. თამარმა გააოცა, რომ მან მისი სახელი იცოდა. დიახ, ბატონო ლადო, უპასუხა ელენე მცივად. ჩემი თამარი დაბრუნდა და გააგრძელებს ჩვენს ოჯახურ ტრადიციას. ლადომ გამომწვევად გაიღიმა. საინტერესოა. ფიქრობდი, რომ ახალგაზრდა, პარიზში განათლება მიღებული ქალი უფრო პროგრესულ გზას აირჩევდა. შემდეგ მან თამარს მიმართა პირდაპირ. თქვენი კერძები ნამდვილად შთამბეჭდავია, ქალბატონო თამარ. სურს შემოგთავაზოთ საქმიანი წინადადება. ხომ არ ისურვებდით ჩაისვათ ცოტა დრო და მოვისაუბროთ ამის შესახებ უფრო განმარტოებით? თამარი გაოგნებული იყო ამ მოულოდნელი წინადადებით, მაგრამ ბებიის დაძაბული სახის დანახვაზე ფრთხილად უპასუხა. მადლობას გიხდით შეთავაზებისთვის, ბატონო ლადო, მაგრამ როგორც ხედავთ, დღეს ძალიან დაკავებული ვარ. იქნებ სხვა დროს. ლადოს ღიმილი ოდნავ შეირხა, მაგრამ სწრაფად დაიბრუნა კომპოზიცია. რა თქმა უნდა. აი, ჩემი ბარათი. დამირეკეთ, როდესაც მზად იქნებით საუბრისთვის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთად რაღაც განსაკუთრებული შევქმნათ. თამარმა ბარათი აიღო და თავაზიანად დაუკრა თავი. ლადო კიდევ რამდენიმე წუთი დარჩა დღესასწაულზე, მიესალმა რამდენიმე სოფლის მცხოვრებს, შემდეგ კი თავის ლიმუზინში ჩაჯდა და წავიდა. როგორც კი ის გაქრა, ელენე შვებით ამოისუნთქა. ფრთხილად იყავი მასთან თამარ. ლადო ხვედელიძე საშიში კაცია. ის არასოდეს არაფერს სთავაზობს ვინმეს უანგაროდ. დღესასწაული გაგრძელდა, მაგრამ თამარის გონება ახლა დაკავებული იყო ამ უცნაური შეხვედრით. რა შეიძლებოდა სურდეს ლადო ხვედელიძეს მისგან? მალე მას ამის გაგების შესაძლებლობა მიეცა. დღესასწაულის დასრულებისას, როდესაც ხალხი იშლებოდა, თამარს მიუახლოვდა ახალგაზრდა კაცი, დაახლოებით მისი ასაკის, მაგრამ უფრო მაღალი და ფართო მხრებით. თამარ ბერიძე? კითხა მან. თამარმა თავი დაუქნია. მე ვარ გიორგი კახიძე, ლადო ხვედელიძის თანაშემწე, წარუდგინა თავი ახალგაზრდა კაცმა.
ბატონი ლადო მოხიბლული იყო თქვენი კულინარიული ნიჭით და მთხოვა უფრო დეტალურად აგიხსნათ მისი წინადადება. თამარმა შეხედა ბებიას, რომელიც რამდენიმე მეტრში იდგა და ეხმარებოდა მეზობლებს მაგიდების ალაგებაში. კარგი, გისმენთ, უთხრა მან გიორგის. ბატონი ლადო გეგმავს აქ, თისუბანში აღმოსავლეთის უდიდესი კურორტის აშენებას. ის მზადა, შეისყიდოს მთელი სოფელი საბაზრო ფასზე გაცილებით მაღალ ფასად. პროექტი მოიცავს 5 ვარსკვლავიან სასტუმროს, სპაც ცენტრს და რამდენიმე რესტორანს, ახსნა გიორგიმ. და მას სურს, რომ თქვენი ხოთ მთავარი შეფმზარეული კურორტის მთავარ რესტორანში. თამარი გაოგნდა. ნე. მაგრამ რატომ? ის ხომ არც კი მიცნობს. გიორგიმ გაიგიმა. ბატონი ლადო ძალიან კარგად იცნობს ნიჭიერ ადამიანებს. ის ყველაფერს იკვლევს. იცის თქვენი განათლების შესახებ პარიზში, იცის თქვენი პოტენციალის შესახებ. ის გთავაზობთ უპრეცედენტო შესაძლებლობას იმუშაოთ ულტრათანამედროვე სამზარეულოში, შექმნათ თქვენი მენიუ და მიიღოთ ისეთი ანაზღაურება, რომელზეც ბევრი შეფმზარეული მხოლოდ ოცნებობს. თამარი ცდილობდა გაიაზრებინა ეს ინფორმაცია. რამდენიმე დღის წინ ის ფიქრობდა პატარა რესტორნის გახსნაზე სოფელში, ახლა კი მას სთავაზობდნენ 5 ვარსკვლავიანი კურორტის მთავარი რესტორნის შეფმზარეულობას. მაგრამ რა მოხდება სოფელთან? ხალხთან, რომლებიც აქ ცხოვრობენ, კითხა მან ფრთხილად. გიორგი მხრები აიჩეჩა. მათ შესთავაზებენ კარგ კომპენსაციას. ბევრს შეეძლება მუშაობა კურორტში. ეს პროგრესია, თამარ. შენი სოფელი გახდება რუკაზე და არა მხოლოდ დავიწყებული ადგილი მთებში. თამარმა იგრძნო, როგორ დაეძაბა. ნე. ჭირდება დრო ამ წინადადების განსახილველად, თქვა მან ბოლოს. რა თქმა უნდა, დაეთანხმა გიორგი. აი, აქ არის უფრო დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ. ბატონი ლადო მოუთმენლადელის თქვენს პასუხს. თამარმა აიღო კონვერტი, რომელიც გიორგიმ გაუწოდა და უყურა, როგორ მიდიოდა ის. მისი გონება ახლა ურად იყო გაყოფილი, ერთი მხრივ ეს იყო ოცნების შესაძლებლობა ნებისმიერი ამბიციური შეფმზარეულისთვის. მეორე მხრივ კი, რაღაც შიგნით ეუბნებოდა, რომ ფრთხილად ყოფილიყო. იმ საღამოს სახლში დაბრუნებული, თამარი და ელენე სამზარეულოში ისხდნენ და განიხილავდნენ მომხდარს. ის გთავაზობს შეფმზარეულის პოზიციას, გაიმეორა ელენემ, როდესაც თამარმა მოუყვა გიორგისთან საუბრის შესახებ. ესე იგი, მისი გეგმა ჯერ კიდევ ძალაშია. გეგმა? რა გეგმა? კითხა თამარმა. ელენემ ამოიოხრა და წამოდგა. მოდი, რაღაც უნდა გაჩვენო. ის წაუძღვა თამარს საიდუმლო ოთახისკენ სარდაფში. იქ ელენემ გამოიღო დიდი რუკა და გაშალა მაგიდაზე. ეს არის მთისუბნის და მისი შემოგარენის რუკა, ახსნა მან. ამ წითელი ხაზით შემოხაზული ადგილები არის ის ტერიტორიები, რომლებიც ლადომ უკვე შეიძინა. როგორც ხედავ, ის თანდათანობით ყიდულობს მიწებს სოფლის გარშემო. თამარმა ყურადღებით დაათვალიერა რუკა. მაგრამ რატომ? რა არის ასეთი განსაკუთრებული ამ ადგილას, რომ მას ასე სურს მისი ქონა? ელენემ მიუთითა რუკის კონკრეტულ წერტილზე, წყაროზე, საიდანაც თამარმა წყალი აიღო მთის ნექტარისთვის. ეს წყარო, თქვა ელენემ სერიოზულად. ის არ არის ჩვეულებრივი. მას აქვს განსაკუთრებული მინერალური შემადგენლობა, რომელიც არსად სხვაგან არ გვხვდება. ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ ამ წყაროს და მის საიდუმლოს. და ლადომ იცის ამის შესახებ, იკითხა თამარმა. ის ბევრს კვლევს, დაადასტურა ელენემ. ალბათ ნახა ძველი ჩანაწერები წყაროს სამკურნალო თვისებების შესახებ. ახლა კი მას სურს მისი კომერციალიზაცია, კურორტი, სპა, ჩამოსხმული მინერალური წყალი. მას შეუძლია მილიონები გააკეთოს. თამარი ჩაფიქრდა. და ამაში ცუდი რა არის, ბებო? თუ წყარო მართლაც ასეთი სასარგებლოა, რატომ არ უნდა ისარგებლოს ბევრმა ადამიანმა? ელენეს თვალები მოენისლა. საქმე ის არის, თამარ, რომ წყაროს ძალა არ არის მხოლოდ მის მინერალებში. ის არის იმ ადგილის, იმ მთის, იმ მიწის ენერგიაში. ჩვენი წინაპრები პატივს სცემდნენ, ამ ენერგიას იყენებდნენ მას გონივრულად და ზომიერად. ლადო კი ფიქრობს მხოლოდ მოგებაზე. თუ ის დაიწყებს წყაროს ინტენსიურ ექსპლუატაციას, ძალა შეიძლება დაიკარგოს სამუდამოდ. თამარი მიხვდა, რამდენად სერიოზული იყო სიტუაცია. ეს არ იყო უბრალოდ ბიზნეს გარიგება, ეს იყო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ბედი. რა უნდა ვქნათ? კითხა მან ბებიას. ელენემ ღრმად ამოისუნთქა.
პირველ რიგში უნდა ვუთხრათ უარი ლადოს. ის ცდილობს ჩაგითრიოს თავის გეგმებში, გამოიყენოს შენი ნიჭი და რეპუტაცია. მეორე, უნდა გავაფრთხილოთ სოფლის მცხოვრებნი, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ჯერ არ გაუყიდია მიწა. და მესამე, იკითხა თამარმა, როდესაც ელენე შეჩერდა. ელენემ მის თვალებში ჩახედა. მესამე, უნდა დავაჩქაროთ შენი სწავლება. დრო ცოტა გვაქვს. შენ უნდა ისწავლო ყველა რეცეპტი, ყველა საიდუმლო, რომ შეძლო მათი დაცვა. იმ ღამით თამარი დიდხანს ფიქრობდა. მან განიხილა ლადოს წინადადება, ფული, პრესტიჟი, პროფესიული აღიარება. მაგრამ ასევე იფიქრა ბებიაზე, სოფელზე, იმ მემკვიდრეობაზე, რომელიც ახლახან აღმოაჩინა. და რაც უფრო მეც ფიქრობდა, მით უფრო ნათელი ხდებოდა მისთვის, რომელი გზა უნდა აერჩია. მომდევნო დილით, როდესაც ის ბებიასთან ერთად საუზმობდა, კარზე კაკუნი გაისმა. კარის გაღებისას თამარი გაოგნდა, როდესაც კარში ლადო ხვედელიძე დაინახა პირადად. დილა მშვიდობისა, ქალბატონო თამარ, მიესალმა ის თავაზიანი ღიმილით. ვიმედოვნებ, განიხილეთ ჩემი წინადადება. თამარმა ღრმად ჩაისუნთქა. ის მზად იყო ამ კონფრონტაციისთვის. დიახ, ბატონო ლადო. და ჩემი პასუხია უარი. ლადოს ღიმილი წამით ჩაქრა, მაგრამ სწრაფად დაიბრუნა კომპოზიცია. შეიძლება ვიცოდე რატომ? ჩემი წინადადება ძალიან გულუხვია. მე არ ვაპირებ ჩემი სოფლის დატოვებას, უპასუხა თამარმა მტკიცე. და არ ვაპირებ ვიყო იმ პროექტის ნაწილი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩემი წინაპრების მემკვიდრეობას. ლადოს სახეზე ციმა გამომეტყველებამ გადაირბინა. ხვდები, რასაც უარს ეუბნები. ეს შენი ერთადერთი შანსია იყო რამე მეტი, ვიდრე პროვინციელი მზარეული პატარა, დავიწყებულ სოფელში. მე ვიცი ზუსტად რაზეც ვამბობ უარს, უპასუხა თამარმა, აღარ ცდილობდა თავაზიანობის შენარჩუნებას. და ვიცი, რა მაქვს აქ. ეს სოფელი, ეს ტრადიციები, ისინი ღირებულია და დაცვის ღირსი. ლადომ ცივი მზერა ესროლა. ძალიან სამწუხაროა. მე ვიმედოვნებდი, რომ გექნებოდა უფრო ბიზნეს ორიენტირებული აზროვნება. მაგრამ კარგი, თუ არ გინდა იყო მეგობარი, შეგიძლია იყო მტერი. მე არ ვარ თქვენი მტერი, ბატონო ლადო, უპასუხა თამარმა. მე უბრალოდ ვიცავ იმას, რაც ჩემთვის ძვირფასია. ლადომ გამომწვევად გაიღიმა. კარგი. მაშინ ნახავ, როგორ დაკარგავ ყველაფერს, რაც შენთვის ძვირფასია. ეს სოფელი, ეს ტრადიციები, ყველაფერი გახდება წარსული. და შენ უბრალოდ ის ქალი იქნები, რომელმაც უარი თქვა წინსვლაზე. ამ სიტყვებით ის მობრუნდა და წავიდა, დატოვა თამარი კარში მდგარი, გულში მძიმე წინათგრძნობით. როდესაც ის სახლში დაბრუნდა და ბებიას ვამბო შეხვედრის შესახებ, ელენემ მძიმედ ამოისუნთქა. ახლა ბრძოლა დაიწყო, თამარ, თქვა მან. ლადო ხვედელიძე არ არის ადამიანი, რომელიც ადვილად მიიღებს უარს. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად. თამარმა თავი დაუქნია, მაგრამ გულში ეჭვი გაუჩნდა. როგორ შეეძლო მას, ახლა დაბრუნებულ ემიგრანტს და მის მოხუც ბებიას დაპირისპირებოდნენ ასეთ ძლიერ და გავლენიან ადამიანს, როგორიც ლადო ხვედელიძე იყო. მაგრამ მან იცოდა, რომ არჩევანი არ ჰქონდა. ის უნდა დამდგარიყო თავისი მემკვიდრეობის დასაცავად, რაც არ უნდა დაჯდომოდა ეს. მაშ, რით დავიწყოთ, კითხა მან ბებიას. ელენემ გაუღიმა, ამჯერად მის თვალებში სიამაყე და რწმენა ჩანდა. პირველ რიგში შენ უნდა გახსნა ის რესტორანი, რომელზეც ვსაუბრობდით. გვჭირდება ადგილი, სადაც ადამიანები შეძლებენ ნახონ და იგრძნონ ჩვენი ტრადიციების ნამდვილი ღირებულება. და მაშინ, როდესაც სოფელი დაინახავს, რა შეიძლება შევქმნათ საკუთარი ძალებით, შესაძლოა ისინი უფრო მეტად დაიცავენ თავიანთ მიწას და მემკვიდრეობას. თამარმა თავი დაუქნია. გეგმა რთული იყო, მაგრამ ის მზად იყო ამ გამოწვევისთვის. იმ მომენტში მან გადაწყვიტა, რომ ყველაფერს გააკეთებდა თავისი სოფლის, თავისი ბებიის და იმ მემკვიდრეობის დასაცავად, რომელიც ახლა უკვე მისი იყო. თამარმა ვერცხლის გასაღები ჩაბღუჯა ხელში და ღრმად ჩაისუნთქა. ელენეს ნაჩუქარი ძველი სამზარეულოს კარი მის წინ იდგა, დახუნძლული და დროის კვალით დაღარული. ბებია მის გვერდით იდგა, ავადმყოფობისგან დასუსტებული, მაგრამ თვალებში სიამაყის ნაპერწკლებით. ნუ ნერვიულობ, წაიჩურჩულა ელენემ. ეს ადგილი გელოდება? თამარმა გასაღები ჩადო კლიტეში და მოატრიალა. კარი ჭრიალით გაიღო. შენობა, რომელიც ერთ დროს ბერიძეების ოჯახის პირველი სამზარეულო იყო, ახლა ცარიელი და მტვრიანი დახვდათ, მაგრამ თამარმა მაშინვე დაინახა მისი პოტენციალი. აქ იყო კერა, უჩვენა ელენემ ოთახის ერთ კუთხეზე.
და აქ იდგა დიდი მაგიდას, სადაც ჩემი ბებია ასწავლიდა სოფლის ქალებს ცომის მოზელას და კერძების მომზადებას. თამარმა ნელა შემოიარა შენობა. მიუხედავად ხანგრძლივი უყურადღებობისა, კედლები მყარი იყო, სახურავი, მთელი. მოგვიანებით დამატებული ოთახები საკმარისი იქნებოდა პატარა, მაგრამ მყუდრო რესტორნისთვის. ეს იდეალურია, ჩაილაპარაკა მან. შეგვიძლია შევინარჩუნოთ ტრადიციული ელემენტები, მაგრამ დავამატოთ თანამედროვე შტრიხებიც. ელენე ღიმილით აკვირდებოდა შვილიშვილის ენთუზიაზმს. ჩემი ახალგაზრდობისას აქ ყოველთვის სავსე იყო სიცოცხლით. ხალხი მოდიოდა მთელი რეგიონიდან, რომ ეგემა ჩვენი კერძები. და ისევ ასე იქნება, დაპირდა თამარი. ამჯერად კი, ჩვენ არა მხოლოდ გავუზიარებთ მათ ჩვენს კერძებს, არამედ შევახსენებთ, რამდენად ძვირფასია ჩვენი ტრადიციები. მომდევნო კვირები თამარისთვის შრომით იყო სავსე. დღისით ის ძველ სამზარეულოს არემონტებდა ადგილობრივი ხელოსნების დახმარებით, საღამოობით კი ბებიასთან ერთად სწავლობდა უძველეს რეცეპტებს. ელენე, მიუხედავად მისი სუსტი ჯანმრთელობისა, დაუღალავად ასწავლიდა თამარს ყველა საიდუმლოს, რომელიც იცოდა. მათ საქმიანობას სოფელში ბევრი სკეპტიკურად უყურებდა. ზოგიერთი ფიქრობდა, რომ ლადო ხვედელიძის წინადადებაზე უარის თქმა სიგიჟე იყო. ბევრი თვლიდა, რომ თამარის რესტორანი ვერ გაუძლებდა კონკურენციას თბილისის მოდურ დაწესებულებებთან. არავინ ჩამოვა ასეთ შორს მხოლოდ სადილისთვის, ამბობდა სოფლის ყოფილი თავკაცი, ბატონი ზურაბი. თამარ, შენ ნიჭიერი ხარ, მაგრამ ეს პროექტი განწირულია. ლადოს წინადადება უკეთესი იყო. თამარი ამ კომენტარებს ისმენდა, მაგრამ მისი გადაწყვეტილება ურყევი რჩებოდა. ნახავენ, ფიქრობდა ის. ნახავენ, რა შესაძლებლობები აქვს ჩვენს სოფელს. ერთ საღამოს, როდესაც თამარი და ელენე რესტორნის მენიუზე მუშაობდნენ, კარზე კაკუნი გაისმა. კარის გაღებისას თამარმა ნახა ახალგაზრდა ქალი, დაახლოებით მისი ასაკის, შავი, ხუჭუჭა თმით და მწვანე თვალებით. თამარ ბერიძე? კითხა უცნობმა. თამარმა თავი დაუქნია. მე ნინო ნოზაძე ვარ, თბილისის კულინარიული ჟურნალის ჟურნალისტი, წარუდგინა თავი ქალმა. გავიგე, რომ აპირებთ ტრადიციული სამზარეულოს რესტორნის გახსნას და დავინტერესდი. თამარი გაოცდა. მას არ ეგონა, რომ მისი პატარა პროექტი ვინმეს ყურადღებას მიიქცევდა თბილისში. შემოდით, გთხოვთ, მიიწვია მან სტუმარი. ნინომ თავი დაუკრა ელენეს და მაგიდასთან დაჯდა. მე ვწერ სტატიებს ტრადიციული ქართული სამზარეულოს შესახებ, ახსნა მან. მიმაჩნია, რომ ჩვენი კულინარიული მემკვიდრეობა უნდა იყოს დაცული და პოპულარიზებული. როდესაც გავიგე, რომ პარიზში განათლება მიღებული შეფმზარეული ბრუნდება მთის სოფელში ტრადიციული რეცეპტების გასაცოცხლებლად, ძალიან დავინტერესდი. თამარმა ღიმილით გადახედა ბებიას. ეს მართლაც ასეა, დაადასტურა მან. ჩემი ბებია, ელენე, არის ნამდვილი განძი. მისი ცოდნა კულინარიის შესახებ უნიკალურია. ელენემ თავმდაბლად გაიღიმა. თამარი აზვიადებს. მე მხოლოდ ის ვიცი, რაც ჩემმა წინაპრებმა მასწავლეს. და რა არის თქვენი რესტორნის კონცეფცია? კითხა ნინომ, ჩანაწერების წიგნა კი გახსნა. თამარი ცოტა ხანს დაფიქრდა. მე მინდა შევქმნა ადგილი, სადაც ადამიანები არა მხოლოდ დაგემოვნებენ ნამდვილ, ტრადიციულ კერძებს, არამედ შეიტყობენ მათ ისტორიას, მათ მნიშვნელობას. მინდა ვაჩვენო, რომ ჩვენი კულინარიული მემკვიდრეობა არ არის მხოლოდ წარსული, ის ცოცხალია და შეუძლია გამდიდრდეს თანამედროვე ელემენტებით. ნინომ თავი დაუქნია, თვალები აუციმციმდა. ეს ძალიან ახლოსაა ჩემს ხედვასთან. მე მიმაჩნია, რომ ტრადიციული სამზარეულო არის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი და ის უნდა იყოს დაცული. მაგრამ ასევე მიმაჩნია, რომ მას შეუძლია ევოლუცია, ადაპტაცია, განვითარება. საუბარი რამდენიმე საათი გაგრძელდა. ნინო აღმოჩნდა ინტელიგენტური და ვნებიანი სოფლის ტრადიციების დამცველი. მას ჰქონდა საკუთარი ბლოგი, სადაც წერდა ტრადიციული კერძების შესახებ და უზიარებდა რეცეპტებს მკითხველებს. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ, თქვა ნინომ ბოლოს. მე შემიძლია დაგეხმაროთ თქვენი რესტორნის პოპულარიზაციაში. ჩემს ბლოგს ჰყავს საკმაოდ ბევრი მკითხველი თბილისში და საზღვარგარეთაც კი. თუ დავწერ სტატიას თქვენს შესახებ, ეს ნამდვილად მოიზიდავს ხალხს. თამარი აღფრთოვანდა ამ იდეით. ეს შესანიშნავი იქნებოდა. მაგრამ რატომ გინდა დაგვეხმარო? თქვენ ხომ მხოლოდ ახლა გაგვიცანით. ნინომ ჩაიცინა. მე მიყვარს ჩემი საქმე და მიყვარს ჩემი ქვეყანა. მინდა, რომ ადამიანებმა აღმოაჩინონ ჩვენი კულტურის სიმდიდრე.
გარდა ამისა, მისი ხმა ოდნავ დადაბლდა, მე ვიცი ლადო ხვედელიძის გეგმების შესახებ. მისი პროექტი ბევრ ტრადიციულ სოფელს დაანგრევს. ეს არ არის ის განვითარება, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. თამარი და ელენე გაოცდნენ. შენ იცი ლადოს შესახებ? კითხა ელენემ. ნინომ თავი დაუქნია. დიახ. მე ვიკვლევდი მის საქმიანობას რამდენიმე თვის განმავლობაში. ის ყიდულობს მიწებს არა მხოლოდ მთისუბანში, არამედ სხვა სოფლებშიც. მისი გეგმა არის გრანდიოზული, მთელი რეგიონის გარდაქმნა ტურისტულ კურორტად, რომელიც მოიცავს სასტუმროებს, გოლფის მოედნებს, კაზინოებს. ეს მოითხოვს ბევრი ტრადიციული სოფლის განადგურებას. თამარი ჩაფიქრდა. ლადოს პროექტი უფრო დიდი აღმოჩნდა ვიდრე ეგონა. მაგრამ რატომ დაინტერესდი ჩვენი პატარა რესტორნით? როგორ გაიგე ჩვენს შესახებ? ნინომ ჩანთიდან რამდენიმე ფურცელი ამოიღო. მე ვიკვლევდი მთის სოფლების ტრადიციულ რეცეპტებს და ნახე, რა ვიპოვე ძველ არქივებში. ფურცლებზე იყო რეცეპტების ჩანაწერები და ნახატები, ძალიან მსგავსი იმისა, რაც თამარმა ბებიის წიგნში ნახა. ეს ჩანაწერები გაკეთებულია ერთი საუკუნის წინ ეთნოგრაფის მიერ, რომელიც სწავლობდა მთის სოფლების ტრადიციებს. ის საუბრობს განსაკუთრებულ სასმელზე, რომელსაც ამზადებდნენ მთისუბანში, სახელად მთის ნექტარი. ამბობს, რომ მას ჰქონდა გასაოცარი სამკურნალო თვისებები. ელენე და თამარი გაოცებულები შეხედეს ერთმანეთს. მათი ოჯახის საიდუმლო არ იყო ისეთი საიდუმლო, როგორც ეგონათ. და როდესაც გავიგე, რომ პარიზიდან დაბრუნებული შეფმზარეული ხსნის რესტორანს სწორედ მთისუბანში, ვიფიქრე, რომ ეს უნდა იყოს რაღაც განსაკუთრებული, განაგრძო ნინომ. ახლა კი, როდესაც გაგიცანით და მომიყევით თქვენი ხედვის შესახებ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ. თამარი ფიქრობდა. ნინო შეიძლება ყოფილიყო ძვირფასი მოკავშირე. მაგრამ რამდენად შეიძლებოდა მისი ნდობა? რა გინდა ჩვენგან? კითხა მან პირდაპირ. ნინო ჩაფიქრდა. მინდა რომ მაჩვენოთ როგორ ამზადებთ მთის ნექტარს. მინდა დავწერო სტატია თქვენი რესტორნის შესახებ, რომელიც გახდება სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეიძლება ტრადიციის შენარჩუნება და განვითარება ერთდროულად. მინდა დაგეხმაროთ ლადო ხვედელიძის წინააღმდეგ ბრძოლაში. ელენემ შეხედა თამარს, თითქოს ეკითხებოდა, რა გადაწყვეტილება მიეღო. თამარმა ერთი წამით დახუჭა თვალები, შემდეგ კი ნინოს მიმართა. კარგი. ჩვენ გაჩვენებთ, როგორ მზადდება მთის ნექტარი. მაგრამ ჯერ უნდა დაგვპირდე, რომ დაიცავ ჩვენს საიდუმლოს. არ გვინდა, რომ რეცეპტი გახდეს საჯარო. ნინომ სერიოზულად დაუქნია თავი. გპირდებით. მე არ გავამჟღავნებ რეცეპტს. მხოლოდ ავხსნი მის მნიშვნელობას და ისტორიას. ეს იქნება საკმარისი, რომ ადამიანები დაინტერესდნენ. ასე დაიბადა ახალი პარტნიორობა. მომდევნო დღეებში ნინო ხშირად სტუმრობდა თამარსა და ელენეს, სწავლობდა მათთან ერთად, ეხმარებოდა რესტორნის მოწყობაში და წერდა სტატიებს, რომლებიც მალე უნდა გამოქვეყნებულიყო. ერთ საღამოს, როდესაც სამი ქალი რესტორნის სამზარეულოში ისხდა და ახალ რეცეპტებს ცდიდა, ელენემ უცება ხოლა, ისე ძლიერად, რომ ყველა შეშფოთდა. ბებო, შეშფოთდა თამარი და მისკენ გაიქცა. ელენე ცდილობდა, დაემშვიდებინა შვილიშვილი. ყველაფერი რიგზეა, თამარ. უბრალოდ დავიღალე. მაგრამ თამარი ხედავდა, რომ ბებიის მდგომარეობა უარესდებოდა დღითი დღე. ექიმების პროგნოზი არ იყო იმედის მომცემი და დრო, რომელიც მათ ერთად რჩებოდათ, ნელ-ნელა ილეოდა. ბებო, შენ უნდა დაისვენო, თქვა თამარმა. ძალიან ბევრს მუშაობ. ელენემ თავი გააქნია. არა, თამარ. მე უნდა გასწავლო ყველაფერი, რაც ვიცი, სანამ ჯერ კიდევ შემიძლია. დრო ცოტა გვაქვს. ნინო წამოდგა. მე წავალ და ხვალ დაუბრუნდები. თქვენ დაისვენეთ, ქალბატონო ელენე. როდესაც ნინო წავიდა, თამარმა ბებია საწოლ ოთახში წაიყვანა და დააწვინა. ელენე დაღლილი ჩანდა, მაგრამ მისი თვალები კვლავ ანათებდა, როდესაც თამარს უყურებდა. მე ვამაყობ შენით, ჩემო გოგო, თქვა მან ჩუმად. შენ ხარ ყველაფერი, რაც ვინატრე ჩემ შვილიშვილში. თამარს თვალები აუწყლიანდა. ბებო, მე ვერ შევძლებ ამას შენს გარეშე. გჭირდები. ელენემ ჩაიცინა. შენ უკვე იცი ყველაფერი, რაც გჭირდება. დანარჩენს გული გიკარნახებს. იმავე ღამეს, როდესაც ელენე დაიძინა, თამარი ფანჯარასთან იდგა და ვარსკვლავებიან ცას უყურებდა. მის გონებაში აზრები ირეოდა. მან იცოდა, რომ ბებიის დრო შეზღუდული იყო და ეს აზრი გულს უწვავდა.
მაგრამ ასევე იცოდა, რომ უნდა ყოფილიყო ძლიერი ბებიასთვის, სოფლისთვის და საკუთარი თავისთვის. უცებთ ტელეფონის არმა გამოაფხიზლა. ეკრანზე უცნობი ნომერი ჩანდა. გამარჯობა, უპასუხა თამარმა. თამარ ბერიძე, გაისმა ნაცნობი ხმა. მე ვარ გიორგი კახიძე, ლადო ხვედელიძის თანაშემწე. თამარი დაძაბული გახდა. რა გნებავთ? ბატონი ლადო გთავაზობთ შეხვედრას ხვალ, მის ოფისში თბილისში. ის ფიქრობს, რომ შეიძლება მოინახოს კომპრომისი თქვენს შორის. თამარმა გაიცინა. კომპრომისი? ის ხომ მემუქრებოდა რამდენიმე კვირის წინ. ვიცი და ის ნანობს ამას, უპასუხა გიორგიმ. ახლა ის სხვა მიდგომას ცდილობს. გთხოვთ, განიხილოთ მისი შეთავაზება. მანქანა მოვა თქვენთვის ხვალ დილით 10 საათზე. თამარი ფიქრობდა. რატომ შეცვალა ლადომ ტაქტიკა? რა იყო მისი ნამდვილი განზრახვა? კარგი, თქვა მან ბოლოს. შევხვდები მას. მაგრამ ვერაფერს გპირდებით. მადლობა, უპასუხა გიორგიმ. ბატონი ლადო დაფასებს ამას. როდესაც ზარი დასრულდა, თამარი ფიქრებში ჩაიძირა. რა უნდა ეკნა? როგორ უნდა მოქცეულიყო ხვალინდელ შეხვედრაზე? მას არ სურდა, რომ ლადოს მოეტყუებინა, მაგრამ ასევე სურდა გაეგო მისი ნამდვილი განზრახვა. მან გადაწყვიტა დარეკა ნინოსთან და რჩევა ეკითხა. არ მენდობი მას, უპასუხა ნინომ დაუყოვნებლივ. ლადო ხვედელიძე არის მანიპულატორი. ის ცდილობს მოგიზიდოს და შემდეგ გამოიყენოს შენი სისუსტე. მაგრამ მე მაინც მინდა, გავიგო, რა უნდა, თქვა თამარმა. იქნებ მართლაც არის კომპრომისის შესაძლებლობა. ნინო ჩაფიქრდა. შესაძლოა. მაგრამ ფრთხილად იყავი. არაფერს შევპირდე, არაფერზე მოაწერო ხელი. და მითხარი, რას გეტყვის. მეორე დილით, როდესაც ელენე გაიღვიძა, თამარმა უამბო ლადოს შეთავაზების შესახებ. არ მომწონს ეს, თქვა ელენემ შეშფოთებით. ლადოს არ შეიძლება ენდო. ვიცი, ბებო, დაეთანხმა თამარი. მაგრამ უნდა გავიგო, რა უნდა მისგან. ეს ჩვენს სტრატეგიას დაგვეხმარება. ელენე დაეთანხმა, მაგრამ მისი სახე კვლავ შეშფოთებული რჩებოდა. კარგი, მაგრამ ფრთხილად იყავი. და გახსოვდეს, რაც არ უნდა შემოგთავაზოს, ჩვენი მთავარი საიდუმლო უნდა დარჩეს დაცული. თამარმა თავი დაუქნია. ის გრძნობდა, რომ მომავალი შეხვედრა იქნებოდა გადამწყვეტი. მან არ იცოდა რა ელოდა თბილისში, მაგრამ იცოდა, რომ ახლა, როდესაც საკუთარი გზა აირჩია, უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა. ზუსტად 10 საათზე შავი მერსედესი მოვიდა თამარის სახლთან. ის ჩაჯდა და დაიწყო მოგზაურობა თბილისისკენ, გულში ურთიერთსაპირისპირო გრძნობებით, შიშით, ცნობის მოყვარეობით და გადაწყვეტილებით, დაეცვა ის, რაც მისთვის ძვირფასი იყო, რაც არ უნდა დაჯდომოდა. თბილისის ცენტრში მდებარე ბიზნეს ცენტრის შესასვლელთან მანქანა გაჩერდა. ძღოლმა კარი გაუღო თამარს და კიბისკენ მიუთითა. თამარმა ღრმად ჩაისუნთქა და შენობისკენ გაემართა. მინის კარები ავტომატურად გაიღო და ის აღმოჩნდა მდიდრულად მოწყობილ ფოიეში, სადაც ახალგაზრდა ქალი მისკენ გამოემართა. ქალბატონო თამარ, მოგესალმებით. ბატონი ლადო გელოდებათ. გთხოვთ, გამომყვეთ. ლიფტით მე-12 სართულზე ასვლის შემდეგ თამარი გაუძღვა გრძელ დერეფანს. ბოლოს მიაღწიეს დიდ მუქი ხის კარს, რომლის უკანაც ლადო ხვედელიძის კაბინეტი უნდა ყოფილიყო. დივანმა კარზე დააკაკუნა და შიგნით შეუძღვა. კაბინეტი შთამბეჭდავი იყო, ფართო ნათელი ოთახი, კედლები უძველესი ქართული ფერწერის ნიმუშებით იყო დამშვენებული. ერთ კუთხეში იდგა ანტიკვარული ავეჯი, მეორეში კი თანამედროვე საოფისე მაგიდა და სავარძლები. პანორამული ფანჯრებიდან მოჩანდა თბილისის ხედი, მტკვარი და ძველი ქალაქი. ლადო ხვედელიძე წამოდგა მაგიდიდან და თამარისკენ გამოემართა, ხელი გაუწოდა. მისი ღიმილი ახლა უფრო თბილი და გულწრფელი ჩანდა, ვიდრე მათი ბოლო შეხვედრისას. თამარ, დიდი მადლობა, რომ მოხვედი. გთხოვ, დაჯექი უთხრა მან და მიუთითა სავარძლისკენ. ჩაი, ყავა. ჩაი, გმადლობთ, უპასუხა თამარმა, ცდილობდა დაეფარა თავისი ნერვიულობა. ლადომ დივანს ანიშნა და ის გავიდა ოთახიდან. რამდენიმე წამის სიჩუმის შემდეგ ლადომ დაიწყო. თამარ, პირველ რიგში მინდა მოგიხადო ბოდიში ჩვენი ბოლო შეხვედრისთვის. ნე. ზედმეტად ვიყავი დაჟინებული და უხეში. ეს არ არის ჩემი ჩვეული სტილი ბიზნესის წარმოების. იმედი მაქვს, შეძლებ ამის გათვალისწინებას.
თამარმა შეამჩნია, რომ ლადოს ხმაში გულწრფელობა ისმოდა. გასაგებია, უპასუხა მან. მაგრამ მაინტერესებს, რატომ შეიცვალეთ აზრი. რამდენიმე კვირის წინ თქვენ მემუქრებოდით. ლადომ ამოიოხრა. მართალი ხარ. მაგრამ მას შემდეგ ბევრი ვიფიქრე. შენი პოზიცია, შენი პრინციპები. ისინი პატივისცემას იმსახურებს. შესაძლოა, არ ვეთანხმები შენს ხედვას, მაგრამ ვაფასებ შენს სიმტკიცეს. დივანმა ჩაი შემოიტანა და მაგიდაზე დადგა. ლადო წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. შეხედე ამ ქალაქს, თამარ. რამდენი რამ შეიცვალა ბოლო წლებში. ახალი შენობები, ახალი ბიზნესები, ტურისტები ყველგან. ეს არის პროგრესი, განვითარება. ზოგჯერ ცვლილება არ ნიშნავს გაუმჯობესებას, უპასუხა თამარმა ფრთხილად. ლადომ თავი დაუქნია. შესაძლოა. მაგრამ ასევე შესაძლოა, რომ ჩვენი ხედვები არ არის ისეთი განსხვავებული, როგორც გგონია. ჩვენ ორივეს გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს წარმატებული, ჩვენი ხალხი აყვავებული. ის დაბრუნდა მაგიდასთან და დაჯდა. მოდი, პირდაპირ ვთქვა. მე მჯერა ჩემი პროექტის. მჯერა, რომ ის მოიტანს სიკეთეს რეგიონისთვის. მაგრამ ახლა ხვდები, რომ არის სხვა ღირებულებებიც, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ, ტრადიციები, ადგილობრივი კულტურა, მემკვიდრეობა. თამარმა ცოტა ჩაიმოსვა. და როგორ ფიქრობთ ამის გათვალისწინებას? ლადომ გაიღიმა. ამიტომ ხარ აქ. მე მაქვს ახალი წინადადება შენთვის. ნაცვლად იმისა, რომ ვიყოთ მეტოქეები, შეგვიძლია ვიყოთ პარტნიორები. მან კომპიუტერზე რამდენიმე ღილაკს დააჭირა და კედელზე გამოჩნდა პროექტორის გამოსახულება, კურორტის შთამბეჭდავი სამი მოდელი, რომელიც ჰარმონიულად იყო ჩასმული მთის პეიზაჟში. ეს არის ჩემი პროექტის განახლებული ვერსია. ნაცვლად იმისა, რომ მთლიანად შევცვალოთ სოფელი, ჩვენ შევინარჩუნებთ მის ისტორიულ ნაწილს და ავაშენებთ კურორტს მის გარშემო. ნაცვლად ერთი დიდი სასტუმროსი იქნება რამდენიმე პატარა, ბუტიკის ტიპის სასტუმრო, რომლებიც შეინარჩუნებენ ტრადიციულ არქიტექტურას. თამარი ინტერესით აკვირდებოდა პროექტს. ის მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, ნაკლებად ინვაზიური ვიდრე ელოდა. და ჩემი რესტორანი, კითხა მან. შენი რესტორანი იქნება კურორტის გული, უპასუხა ლადომ ენთუზიაზმით. ნაცვლად იმისა, რომ იყო ჩემი დაქირავებული შეფმზარეული, იქნები დამოუკიდებელი მეწარმე, ჩემი პარტნიორი. ჩვენ დაგეხმარებით რესტორნის გაფართოებაში, მოგცემთ რესურსებს, მარკეტინგულ მხარდაჭერას. შენ კი შექმნი ავთენტურ, ტრადიციულ სამზარეულოს, რომელიც იქნება მთელი კურორტის ღირსშესანიშნაობა. თამარი ფიქრობდა. ეს წინადადება ჟღერდა ბევრად უკეთესად ვიდრე ელოდა. და სოფლის მცხოვრებლები? მათი სახლები. ვინც გაყიდის თავის ქონებას, მიიღებს სამართლიან კომპენსაციას. ვინც დარჩება, შეძლებს იცხოვროს ისე, როგორც ცხოვრობდა, პლუს ექნება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები. წარმოიდგინე, რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნება სასტუმროებში, რესტორნებში, გართობის ობიექტებში. სოფლის ახალგაზრდობას აღარ მოუწევს წასვლა სამუშაო საძებნელად. ეს არგუმენტი თამარს გონივრულად მოეჩვენა. თისუბანში მართლაც იყო პრობლემა ახალგაზრდების მიგრაციის. და წყარო, კითხა მან პირდაპირ. ლადო ოდნავ შეყონდა. წყარო. ვიცი, რომ ის განსაკუთრებულია თქვენი სოფლისთვის. პროექტის ამ ვერსიაში წყარო და მისი შემოგარენი იქნება დაცული ტერიტორია. ჩვენ არ შევეხებით მას, გარდა იმისა, რომ გავაუმჯობესებთ მისადგომ-გზებს ტურისტებისთვის. თამარი ყოყმანობდა. ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჟღერდა, თითქმის ზედმეტად კარგად. რა გარანტიები მექნება, რომ ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ამბობთ? ლადომ ჩაიცინა. შენ მართლაც პრაქტიკული ხარ, თამარ. მომწონს ეს შენში. რა თქმა უნდა, ყველაფერი იქნება დოკუმენტირებული და იურიდიულად გაფორმებული. შენ გექნება კონტრაქტი, რომელიც დაიცავს შენს ინტერესებს და სოფლის ინტერესებს. მან გახსნა უჯრა და ამოიღო დოკუმენტების პაკეტი. აი ეს არის წინასწარი ხელშეკრულების პროექტი. წაიღე, შეისწავლე, გაიარე კონსულტაცია იურისტთან თუ გსურს. მე არ მეჩქარება. თამარმა აიღო დოკუმენტები და ჩანთაში ჩადო. ის ჯერ კიდევ ეჩვობდა, მაგრამ ლადოს ახალი მიდგომა ნამდვილად აინტერესებდა. ერთი კითხვა კიდევ მაქვს, თქვა თამარმა. რატომ შეიცვალეთ აზრი? რატომ გადაწყვიტეთ ამ კომპრომისის შეთავაზება? ლადო წამით ჩაფიქრდა.
ვიტყოდი, რომ შთაგონება დამჭირდა. როდესაც უარი თქვი ჩემს პირველ წინადადებაზე გაუბრაზდი. მაგრამ შემდეგ გავიგე, რომ აპირებ ტრადიციული რესტორნის გახსნას, რომ ცდილობ შეინარჩუნო შენი ოჯახის მემკვიდრეობა. და ეს მაფიქრებინა ჩემს საკუთარ ფესვებზე. ის წამოდგა და კედელზე დაკიდებული სურათისკენ მიუთითა. ეს ჩემი პაპაა, სოფელ ქვედაში. ის იყო ხელოსანი, ამზადებდა ტრადიციულ ქართულ ინსტრუმენტებს. როდესაც გარდაიცვალა, მისი ცოდნა დაიკარგა, რადგან არავინ იყო, ვინც გააგრძელებდა. მე მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, დაკავებული ჩემი კარიერით. ახლა კი ვნანობ, რომ არ დავინტერესდია, არ ვისწავლე მისი ხელობა. თამარმა შეამჩნია, რომ ლადოს თვალები ემოციით აივსო. ეს მოულოდნელი იყო, ნამდვილი გრძნობების გამოხატვა ამ ცივი ბიზნესმენისგან. შენი მონდომება დაიცვა, შენი ოჯახის ტრადიციები შთამაგონებელია, თამარ, განაგრძო ლადომ. და მაფიქრებინა, ხომ არ შეიძლება ორივე გქონდეს, განვითარებაც და ტრადიციების შენარჩუნებაც. თამარი ოდნავ შერბილდა. ლადოს მოტივები ახლა უფრო გასაგები ჩანდა. კარგი, თქვა მან ბოლოს. შევისწავლით თქვენს წინადადებას და შემდეგ დაგიკავშირდებით. ლადომ თავი დაუქნია. მადლობა, თამარ. იმედი მაქვს მივაღწევთ შეთანხმებას, რომელიც ორივესთვის სასარგებლო იქნება. როდესაც თამარი გამოემშვიდობა და ოფისიდან გამოვიდა, მისი გონება ავსებული იყო ფიქრებით. ლადოს ახალი წინადადება ბევრად უკეთესი ჩანდა, ვიდრე ელოდა. შესაძლოა, მართლაც არსებობდა გზა, რომლითაც შეინარჩუნებდნენ სოფლის სულს და ამავდროულად ისარგებლებდნენ განვითარების შესაძლებლობებით. შენობიდან გამოსვლისას თამარმა შეამჩნია ნაცნობი ფიგურა, რომელიც ქუჩის მეორე მხარეს იდგა. ნინო! თამარი გაოცდა, მაგრამ სწრაფად გადაკვეთა ქუჩა მისკენ. ნინო! რას აკეთებ აქ? კითხა გაკვირვებულმა. ნინომ შეშფოთებული სახით შეხედა. მინდოდა დარწმუნებულიყავი, რომ კარგად ხარ. ვიცოდი, რომ დღეს ხვდებოდი ლადოს და ვღელავდი. თამარმა გაიღიმა მეგობრის ზრუნვის გამო. მე კარგად ვარ. საუბარი. მოულოდნელი იყო. ლადომ შემომთავაზა ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სოფლის ტრადიციების შენარჩუნებას. ნინოს სახეზე ეჭვი გამოისახა. მართლა? და შენ გჯერა მისი? არ ვიცი, აღიარა თამარმა. ის ძალიან დამაჯერებელი იყო. მაჩვენა გეგმები, შემომთავაზა პარტნიორობა ჩემს რესტორანში. მოდი სადმე დავსხდეთ და მომიყევი ყველაფერი, შესთავაზა ნინომ. აქვე ახლოს არის ერთი კარგი კაფე. კაფეში ჩიქაღვინის თანხლებით, თამარმა დეტალურად მოუყვა ნინოს შეხვედრის შესახებ. ნინო ყურადღებით უსმენდა, დროდადრო შეკითხვებს სვამდა. ჟღერს საინტერესოდ აღიარა ნინომ, როდესაც თამარმა დაასრულა. მაგრამ მაინც მიჭირს დავიჯერო, რომ ლადო ხვედელიძე უცებ გახდა ტრადიციების დამცველი. იქნებ მართლა შეიცვალა, თქვა თამარმა. ან იქნებ მიხვდა, რომ სოფლის ტრადიციები შეიძლება იყოს ღირებული აქტივი მისი ბიზნესისთვის. ნინომ თავი გააქნია. იქნებ. მაგრამ სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებ, მინდა გაჩვენო რაღაც. მან ჩანთიდან ამოიღო რამდენიმე დოკუმენტი. ეს არის ლადოს წინა პროექტების ისტორია. ამ სოფელში ის დაპირდა მცხოვრებლებს, რომ შეინარჩუნებდა ისტორიულ ეკლესიას. 1 წლის შემდეგ ეკლესია დაანგრიეს, რომ გაეკეთებინათ ადგილი საცურავ აუზისთვის. აქ ის დაპირდა ფერმერებს, რომ დარჩებოდნენ მიწაზე და მიიღებდნენ კომპენსაციას. მაგრამ შემდეგ ტექნიკური პრობლემების გამო პროექტი შეიცვალა და ფერმერებს მოუწიათ წასვლა მინიმალური კომპენსაციით. თამარმა დაათვალიერა დოკუმენტები, მისი იმედი ნელ-ნელა ქრებოდა. საიდან გაქვს ეს ინფორმაცია? ჟურნალისტი ვარ, დამავიწყდა, გაიღიმა ნინომ. კვლევა ჩემი საქმეა. თამარმა ამოიოხრა. ანუ ფიქრობ, რომ ის მატყუებს. რომ ეს ახალი პროექტი მხოლოდ ხრიკია. არ ვიცი ნამდვილად, აღიარა ნინომ. შესაძლოა, ის მართლა შეიცვალა. მაგრამ ფაქტები მიჩვენებს, რომ სიფრთხილე გმართებს. თამარი ჩაფიქრდა. ვიცი. მაგრამ ასევე ვიცი, რომ სოფელი საჭიროებს განვითარებას. ბევრი ახალგაზრდა ტოვებს სოფელს, რადგან იქ არ არის სამუშაო. ბებიას ჯანმრთელობა უარესდება და მე ვერ შევძლებ მარტო ვებრძოლო ლადოს, თუ ის გადაწყვეტს ბრძოლის გაგრძელებას. ნინომ მის ხელს ხელი დაადო. შენ არ ხარ მარტო, თამარ. მე გვერდით დაგიდგები. და არის სხვა ადამიანებიც, ვისაც შეუძლია დაგეხმაროს. ვინ?
კითხა თამარმა. კახა მაისურაძე, უპასუხა ნინომ. ის არის ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, რომელიც იბრძვის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად. მას აქვს გავლენა, აქვს კავშირები. შეიძლება მას ჰქონდეს იდეები, როგორ განვავითაროთ სოფელი ლადოს ჩარევის გარეშე. თამარი დაინტერესდა. როგორ გავიცნობ მას? მე დაგაკავშირებ, უპასუხა ნინომ. ის ჩემი სტატიების დიდი მკითხველია. მე უკვე ვუთხარი შენი ისტორიის შესახებ და ის დაინტერესდა. თამარმა იგრძნო, როგორ იბრუნებდა იმედს. კარგი. შევხვდები მას და მოусმენ, რა სიტყვის. მაგრამ ასევე შევისწავლი ლადოს წინადადებასაც. მინდა ყველა ვარიანტი განვიხილოს, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ. გონივრულია, დაეთანხმა ნინო. თავარია არ მოაწერო ხელს არაფერს, სანამ სრულად არ გაიაზრებ შედეგებს. თბილისიდან სოფელში დაბრუნებისას თამარი ფიქრებში იყო ჩაძირული. ლადოს წინადადება, ნინოს გაფრთხილებები, კახა მაისურაძესთან შესაძლო შეხვედრა, ყველაფერი ესტრიალებდა მის გონებაში. როდესაც სახლში დაბრუნდა, ბებიას უამბო ყველაფერი, რაც მოხდა. ელენე ყურადღებით უსმენდა, თუმცა ჩანდა, რომ ძალიან დასუსტებული იყო. ფრთხილად იყავი ლადოსთან, უთხრა მან ბოლოს. მას აქვს ნიჭი, დაარწმუნოს ადამიანები, გააკეთონ ის, რაც მას სურს. მაგრამ შესაძლოა მართლაც არის შანსი კომპრომისის. და კახა მაისურაძე, კითხა თამარმა. ხსმენია მის შესახებ? ელენეს თვალები გაუნათდა. ხო, რა თქმა უნდა. ის არის ძალიან პატივსაცემი ადამიანი. თუ ის დაგეხმარება, ეს დიდი შანსი იქნება ჩვენთვის. თამარმა ღრმად ამოისუნთქა. ასე რთულია, ბებო. არ ვიცი, რომელი გზა ავირჩიო. ელენემ მის ხელს ხელი მოჰკიდა. მოусმინე შენს გულს, თამარ. ის გეტყვის სწორ გზას. იმ ღამით თამარი დიდხანს იჯდა ბებიის საიდუმლო წიგნით ხელში. ფურცლავდა ძველ რეცეპტებს, აკვირდებოდა ნახატებს და ჩანაწერებს. ეს იყო არა მხოლოდ რეცეპტების კრებული, არამედ მთელი ფილოსოფია, ცხოვრების წესი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა. როგორ შემიძლია დავთმო ეს, ფიქრობდა ის. როგორ შემიძლია დაუშვა, რომ ეს ცოდნა, ეს ტრადიცია გახდეს უბრალოდ ტურისტული ატრაქციონი. მაგრამ ასევე იცოდა, რომ ტრადიციები უნდა განვითარდეს, რომ გადარჩნენ. ისინი უნდა მოერგონ ახალ დროს, ახალ გამოწვევებს. იქნებ ლადოსთან თანამშრომლობა არის გზა, რომ შევინარჩუნოთ რაღაც და თან განვითარდეთ, ფიქრობდა ის. ან იქნებ კახა მაისურაძეს აქვს უკეთესი იდეები. მისი გადაწყვეტილება გავლენას მოახდენდა არა მხოლოდ მის ცხოვრებაზე, არამედ მთელი სოფლის მომავალზე. ეს იყო პასუხისმგებლობა, რომელიც თამარს ზოგჯერ ზედმეტად მძიმედ ეჩვენებოდა. მაგრამ ერთი რამ იცოდა ზუსტად, ის არ დანებდებოდა. ის იბრძოლებდა თავისი ოჯახის მემკვიდრეობისთვის, თავისი სოფლისთვის, თავისი ხალხისთვის. და ამ ბრძოლაში ის მზად იყო მიეღო რთული გადაწყვეტილებები. თამარმა დახურა წიგნი და ფანჯარასთან მივიდა. ღამის ცას შეხედა, სავსე ვარსკვლავებით. დამეხმარეს, სწორი გზა ვიპოვო, ჩაიჩურჩულა მან, თითქოს ელოდა პასუხს ღამის სიჩუმისგან. და თითქოს პასუხად უცებ იგრძნო უჩვეულო სიმშვიდე და სიცხადე. მან იცოდა, რომ ხვალ შეხვდებოდა კახა მაისურაძეს, შეისწავლიდა ლადოს წინადადებას და შემდეგ მიიღებდა გადაწყვეტილებას, არა შიშითან ეჩვით, არამედ სიძლიერით და რწმენით. თამარს გული უფართხალებდა, როდესაც თბილისის ცენტრში მდებარე პატარა კაფეში შევიდა. ნინომ უთხრა, რომ კახა მაისურაძე აქ ელოდებოდა. მაგიდასთან ფანჯარასთან ახლოს იჯდა ჭაღარა კაცი, სათვალით და თბილი ღიმილით. თამარ ბერიძე, კითხა მან, როდესაც თამარი მიუახლოვდა. დიახ, უპასუხა თამარმა და ხელი გაუწოდა. კახა მაისურაძე, წარუდგინა კაცმა თავი. ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა. ნინომ ბევრი კარგი რამ მითხრა თქვენზე და თქვენს პროექტზე. თამარი დაჯდა და კახას შეხედა. მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე იყო, მასში იგრძნობოდა სითბო და უბრალოება, რამაც თამარი მაშინვე დაამშვიდა. ნინომ მითხრა, რომ ლადო ხვედელიძესთან შეხვედის შემდეგ დილემის წინაშე დგახართ, დაიწყო კახამ, როდესაც ყავა მოიტანეს. თამარმა თავი დაუქნია და უამბო ყველაფერი, ბებიის შესახებ, ოჯახურ რეცეპტებზე, წყაროს საიდუმლოზე და ლადოს შეთავაზებაზე. კახა ყურადღებით უსმენდა, დროდადრო ნიშნავდა რაღაცას პატარა უბის წიგნაკში. საინტერესოა, თქვა მან, როდესაც თამარმა დაასრულა. თქვენი ოჯახის ისტორია მართლაც განსაკუთრებულია.
და მთის ნექტარი. მსმენია ამის შესახებ ჩემი კვლევებიდან, მაგრამ არასოდეს მეგონა, თუ ვინმე ჯერ კიდევ ფლობდა ამ ცოდნას. ბებიამ შეინახა, უპასუხა თამარმა. მაგრამ ახლა მისი ჯანმრთელობა უარესდება და მე არ ვიცი, როგორ დავიცვა ეს მემკვიდრეობა ისე, რომ ამავდროულად სოფელიც განვითარდეს. კახამ ჩაფიქრებით მოისვა წვერი. მაქვს იდეა, თამარ. ბოლო წლებში ვმუშაობ პროექტზე, რომელსაც ჰქვია ცოცხალი მემკვიდრეობა. ეს არის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ტრადიციული ხელობების, რეცეპტების და ცოდნის დოკუმენტირებას და პოპულარიზაციას. როგორ? კითხა თამარმა დაინტერესებით. ჩვენ მუშაობთ ადგილობრივ თემებთან, ვიწერთ მათ ცოდნას, ვქმნით მცირე მუზეუმებს, ვატარებთ მასტერკლასებს, ახსნა კახამ. არა როგორც ტურისტულ ატრაქციონებს, არამედ როგორც ცოცხალ, მოქმედ სისტემებს, რომლებიც აგრძელებენ არსებობას და განვითარებას. თამარის თვალები გაუნათდა. ეს ზუსტად ისაა, რაც მინდოდა ჩემი რესტორნისთვის. ვიცი, გაუღიმა კახამ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ. თქვენი რესტორანი შეიძლება იყოს არა მხოლოდ სადილის ადგილი, არამედ ცოდნის ცენტრი, სადაც ადამიანები შეისწავლიან ტრადიციულ რეცეპტებს, გაიგებენ მათ ისტორიას და მნიშვნელობას. მაგრამ როგორ დაგვეხმარება ეს ლადოსთან ბრძოლაში? იკითხა თამარმა. კახამ ჩაიცინა. სწორედ აქ ხდება საინტერესო. ჩვენს პროექტს აქვს მხარდაჭერა კულტურის სამინისტროსგან და პენსკოსგან. თუ თქვენი მთისუბნის რეცეპტები და ტრადიციები აღიარებული იქნება როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, მაშინ ისინი მიიღებენ სამართლებრივ დაცვას. თამარი გაოცდა. ეს შესაძლებელია? აბსოლუტურად, და ადასტურა კახამ. ჩვენ უკვე გვაქვს პრეცედენტები. და თუ წყარო და მისი შემოგარენი აღიარებული იქნება როგორც კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი, ლადოს არ ექნება უფლება, რაიმე ცვლილება შეიტანოს მასში ადგილობრივი თემის და სახელმწიფოს თანხმობის გარეშე. თამარის გონებაში აზრები ჩქარა ტრიალებდა. ეს იყო შესაძლებლობა, რომელზეც არ უფიქრია. მაგრამ პროცესი ალბათ დიდხანს გაგრძელდება, არა? ჩვენ კი დრო არ გვაქვს. ჩვეულებრივ კი, მაგრამ თქვენი შემთხვევა განსაკუთრებულია, უპასუხა კახამ. მთის ნექტარი და თქვენი ოჯახის რეცეპტები უკვე დოკუმენტირებულია ისტორიულ წყაროებში, როგორც ნინომ აღმოაჩინა. ჩვენ შეგვიძლია დავაჩქაროთ პროცესი. და სანამ ოფიციალური სტატუსი მიენიჭება, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ კამპანია საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად. როგორ? კითხა თამარმა. ნინოს სტატიები იქნება დასაწყისი. მე ვაპირებ დავწერო წიგნი საქართველოს დაკარგულ კულინარიულ ტრადიციებზე და თქვენი ისტორია იქნება მისი ცენტრალური ნაწილი. ჩვენ ასევე შეგვიძლია მოვაწყოთ ფესტივალი მთისუბანში, რომელიც მოიზიდავს ადამიანებს მთელი ქვეყნიდან. თამარი ენთუზიაზმით აივსო. ეს იყო სწორედ ის, რაზეც ოცნებობდა, შეენარჩუნებინა ტრადიციები და ამავდროულად განევითარებინა სოფელი, მაგრამ არა ლადოს პირობებით. და რა ვუთხრა ლადოს? კითხა მან. ის პასუხს ელის. კახამ ჩაფიქრებით შეხედა. გააგრძელე მოლაპარაკება მასთან. დროის მოგება გვჭირდება. შესთავაზე კონტრწინა დადება, შენი რესტორანი იქნება დამოუკიდებელი და წყარო და მისი შემოგარენი დარჩება ხელშეუხებელი. მერე ვნახოთ, რა რეაქცია ექნება. თამარი ბარიდან გამოვიდა ახალი იმედით და ენერგიით სავსე. მისი თვალწინ იშლებოდა ახალი გზა, რომელიც არ მოითხოვდა არც დათმობას, არც კომპრომისს პრინციპებში. სოფელში დაბრუნებისას მან ყველაფერი უამბო ბებიას, რომელიც უკვე საწოლში ითვა, დასუსტებული, მაგრამ კვლავ ფხიზელი გონებით. ეს შესანიშნავი იდეა, თამარ, გაუღიმა ელენემ. კახა მაისურაძე არის ბრძენი კაცი. მისი გეგმა შეიძლება იმუშაოს. მაგრამ დრო დაგჭირდება, ბებო, თქვა თამარმა შეშფოთებით. შენ კი? ელენემ ხელი ასწია, ნუ ინერვიულებ ჩემზე. მე მაქვს ჩემი გზა, შენი. მე ვიცოცხლებ იმდენს, რამდენიც დამიწერია. შენ კი უნდა იზრუნო მომავალზე. მეორე დილით თამარმა გადაწყვიტა, რომ დაირეკა ლადოსთან. მან შესთავაზა შეხვედრა მთისუბანში, ამჯერად თამარის ტერიტორიაზე. ლადო დათანხმდა და 2 დღის შემდეგ ჩამოვიდა სოფელში. თამარმა მას დახვდა თავის ახლად გარემონტებულ რესტორანში, რომელიც თითქმის მზად იყო გასახსნელად. შთამბეჭდავია, თქვა ლადომ, როდესაც თამარმა მას შენობა დაათვალიერებინა. შენ ნამდვილად ხედავ პოტენციალს ამ ძველ კედლებში. ეს არის ჩემი წინაპრების მემკვიდრეობა, უპასუხა თამარმა. და მე მინდა, რომ ის გაგრძელდეს.
ისინი დასხდნენ მაგიდასთან, სადაც თამარმა მიართვა თავისი ახალი კერძები, ტრადიციული რეცეპტები, თანამედროვე ინტერპრეტაციით. გემრიელია, აღიარა ლადომ. მართლაც განსაკუთრებული. თამარმა მადლობა გადაუხადა და შემდეგ საქმეზე გადავიდა. განვიხილეთ თქვენი წინადადება, ბატონო ლადო. და მაქვს ჩემი კონტრწინადადება. ლადომ წარბი აწია. მისმენ. მე მზად ვარ ვითანამშრომლო თქვენთან, მაგრამ ჩემი პირობებით, დაიწყო თამარმა. ჩემი რესტორანი დარჩება დამოუკიდებელი, არა თქვენი კურორტის ნაწილი. წყარო და მისი შემოგარენი უნდა იყოს დაცული ტერიტორია, ხელშეუხებელი ნებისმიერი მშენებლობისგან. ლადომ ჩაიცინა. ეს არ არის კონტრწინადადება, თამარ. ეს არის უარი ჩემს წინადადებაზე. არა, შეეცინა აღმდეგა თამარი. ეს არის გზა, როგორ შეიძლება ვითანამშრომლოთ ორივეს ინტერესების გათვალისწინებით. თქვენი კურორტი ისარგებლებს ჩემი რესტორნით, როგორც აუთენტური ადგილობრივი გამოცდილებით. ჩვენ ვითანამშრომლებთ ღონისძიებებზე, ფესტივალებზე. მაგრამ ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს დამოუკიდებლობას. ლადომ შუბლი შეკრა. და თუ უარს ვიტყვი? თამარი მომზადებული იყო ამ კითხვისთვის. მაშინ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს გზას. მე უკვე დავიწყე მუშაობა კახა მაისურაძესთან, რომ ღვთისმშობლის კულინარიული ტრადიციები აღიარებული იყოს როგორც კულტურული მემკვიდრეობა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ვერ შეძლებთ მიწების შესყიდვას წყაროს გარშემო და ვერ შეცვლით სოფლის ისტორიულ ნაწილს. ლადოს სახეზე გაკვირვება გამოისახა, შემდეგ კი ღიმილი გაუჩნდა. შენ მომზადებული ხარ, თამარ. მომწონს ეს შენში. მან ჩაფიქრებით მოისვა ნიკაპი. კარგი. დავფიქრდები შენს წინადადებაზე. შესაძლოა, არსებობს გზა, რომ ვითანამშრომლოთ. როდესაც ლადო წავიდა, თამარმა იგრძნო, რომ პირველი ბრძოლა მოიგო. მაგრამ იცოდა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. რამდენიმე კვირა ინტენსიური მუშაობის შემდეგ, თამარის რესტორანი, ღვთისმსაიდუმლო, ოფიციალურად გაიხსნა. გახსნაზე მოვიდნენ არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ სტუმრები თბილისიდან, მათ შორის ჟურნალისტები, ბლოგერები და თვით კახა მაისურაძეც. ელენე, მიუხედავად მისი სუსტი ჯანმრთელობისა, დაჟინებით მოითხოვდა, რომ დასწრებოდა გახსნას. ის იჯდა საპატიო ადგილას, სუსტი, მაგრამ ამაყი და უყურებდა, როგორ კეთდებოდა რეალობად მისი შვილიშვილის ოცნება. თამარ ჩაიჩურჩულა მან, როდესაც თამარი მასთან მივიდა. მე ვამაყობ შენით. შენ არა მხოლოდ გააგრძელებ ტრადიციას, შენ მას ახალ სიცოცხლეს აძლევ. თამარს თვალები აუწყლიანდა, მაგრამ ცრემლებს არ ჩამოუშვა. ეს იყო ზეიმის დღე, არა მწუხარების. კახა მაისურაძემ მოკლე სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც ხაზი გაუსვა ღვთისმშობლის კულინარიული ტრადიციების მნიშვნელობას და გამოაცხადა, რომ დაიწყო პროცესი მათი აღიარებისთვის, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისა. ნინომ წაიკითხა ნაწყვეტი თავისი სტატიიდან, რომელიც უკვე გამოქვეყნდა და დიდი ინტერესი გამოიწვია. და ბოლოს, თამარმა მოკლე სიტყვით მიმართა სტუმრებს. ეს რესტორანი არ არის მხოლოდ ბიზნესი, თქვა მან. ეს არის ხიდი წარსულსა და მომავალს შორის. ჩემი ბებიის ელენე ბერიძის ცოდნა და ჩემი თანამედროვე ხედვა ერთად ქმნის რაღაც ახალს და ამავდროულად ძველს. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ფესვებს, მაგრამ ვიზრდებით მომავლისკენ. 3 თვის შემდეგ ღვთისმსაიდუმლო გახდა არა მხოლოდ პოპულარული რესტორანი, არამედ კულტურული ცენტრი. თამარი ატარებდა კულინარიულ მასტერკლასებს, სადაც ასწავლიდა ტრადიციულ რეცეპტებს. ნინო წერდა სტატიებს ღვთისმშობლის ტრადიციების შესახებ. კახა მაისურაძე დასრულებას უახლოვდებოდა თავის წიგნზე. ლადო ხვედელიძე ბოლოს დათანხმდა თამარის პირობებს. მისი კურორტი აშენდა სოფლის გარეუბანში, რესპექტით ეპყრობოდა ადგილობრივ ტრადიციებს და არქიტექტურას. წყარო და მისი შემოგარენი გამოცხადდა დაცულ ტერიტორიად. ელენე მოასწრო ენახა ამ ყველაფრის დასაწყისი, სანამ მშვიდად გარდაიცვლებოდა ერთ შემოდგომის საღამოს, თამარის ხელებში. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: ჩვენი ტრადიცია უსაფრთხოდ არის შენს ხელებში, ჩემო გოგო. თამარმა დამწუხრებულმა, მაგრამ ამაყმა გააგრძელა ბებიის საქმე. ღვთისმსაიდუმლო გახდა სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეიძლება ტრადიციისა და ინოვაციის შერწყმა. ერთ საღამოს, როდესაც თამარი იჯდა რესტორნის ტერასაზე, უყურებდა მზის ჩასვლას მთებს მიღმა, ის ფიქრობდა თავის მოგზაურობაზე. პარიზიდან დაბრუნებიდან დღემდე რამდენი რამ შეიცვალა. ის იპოვნა თავისი ადგილი, თავისი მიზანი. ბებო, ჩაიჩურჩულა მან საღამოს ჰაერში. ჩვენ შევინარჩუნეთ ტრადიცია და შევქმნით რაღაც ახალიც. იმედი მაქვს, ამაყობ ჩემით.
და თითქოს პასუხად ნაზმა ნიავმა შემოუქროლა, მოიტანა მთის ყვავილების სურნელი და წყაროს შორეული ხმაური. ეს იყო პასუხი, რომელსაც თამარი ელოდა, პასუხი მთებისგან, მიწისგან, წყლისგან, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში კვებავდნენ მის ხალხს და ეხლაც განაგრძობდნენ ამას, ახალი თაობის ხელში.